ათეიზმი არის მსოფლმხედველობა ფილოსოფიაზე დაყრდნობით, რომელიც კატეგორიულად უარყოფს ღმერთის არსებობას სამყაროში და საერთოდ ყველა ძალების არსებობას, ეს იქნება ანგელოზები, დემონები, რაღაცა ენერგიები, ესეთ რამეს უარყოფს ათეიზმი და ის სხვა იმიდან ამოდის. ეგ უარყოფს ღმერთის იმ გაგებას, რომელიცაც გვთავაზობს წმინდა წერილი. აი როგორც იესო ქრისტე და სხვა დანარჩენს ისევე როგორც ლიბერალური იმას ახასიათებს, ის ჩათვლის ღმერთად რაღაცას, აი პიროვნულ ღმერთს უარყოფს. რაღაცა არის, რაღაცა ძალა არის, სული უკვდავი. ამას შეიძლება თქვას. ათეიზმის რა გაგებას ატარებს თან. ესე იგი, სიკვდილის მერე რა არის? და გამართლდება ჩემის, აი მეაქცია ყველა. ეგ არ არის ათეიზმი მარქსისტული გაგებით. მარქსისტული გაგებით ათეიზმი ნიშნავს სიკვდილის მერე არაფერი არ არის და ადამიანი ქრება, მიწას უერთდება და დამთავრდა. და აღარასოდეს აღარ მოვა ადამიანი. აი აქ დედამიწაზე მარქსიზმის თანახმად არც ახალ ციკლში ჩაერთვება ევოლუციის ახალ ციკლში, ის მოვიდა და მისი საქმეები უკვდავი ყოფილი იქნება საქმეებით, შვილებით, შვილიშვილებით და უნდა გაუფრთხილდეს ამ დედამიწას. აქ დახურულია ათეიზმის საკითხი. იგი უარყოფს ღმერთის არსებობას სამყაროში. ასეთი მსოფლმხედველობის მატერია. ის აკრიტიკებენ სწორედ საბჭოთა კავშირს, იმიტომ სწორედ ეგ არის საფუძველში და ისინი გადავიდნენ პოსტმოდერნისტული გაგება აქვთ სამყაროზე, ღმერთზე. და პოსტმოდერნისტები არიან ესენი, ისე რომ არც კიციან როგორ არის, ეგენ მიმბაძველები არიან. რელიგია როგორც კულტურას ესე უყურებენ. ეს უბრალოდ ჩვენ ვნათლავთ მაგას ათეისტებად, ჩვენ ლექსიკონიდან გამომდინარე. თორე ისიც ვიცი რომ ათეისტები ეგენი არ არიან, მაგრამ არც ქრისტიანები არ არიან. ევანგელისტ ქრისტიანები, ევანგელისტი რას ნიშნავს? მოვიდა ცნობა, კარგი ცნობა ადამიანის არსების შესახებ. და არა ევანგელიზმი არ ნიშნავს გავრცელებას, მე რო ხმარობ ხანდახან. გამავრცელებელი კი არ არის ევანგელისტი. ესე იგი, ახალი ამბის მახარებელი ვინც არ იცის. და თუ ბიბლია მე მაქვს, უკვე მე ვარ ევანგელისტი იმისთვის, ვისაც ბიბლია არ აქვს. და ვაგებ, დანარჩენს ბიბლია გააგებინეს. თუ ბიბლია არ გააგებინა, ეგ ახალი ამბავი, ჩემსაც ვერ გაიგებ და არც მიიღებ. ამიტომ ევანგელისტი, ჩემი ლექსიკონში, არის ადამიანი, რომელმაც მიიღო ცნობა ბიბლიიდან, ღმერთიდან, ადამიანური რაობის შესახებ, მისი ყოფნა არ ყოფნისა და მისი მომავლის შესახებ. ამ ხოი მე ვარ ქრისტიან ევანგელისტი, რომელიც ცნობაც მივიღე ბიბლიიდან. აბა არ გამომცხადებია ღმერთი. და რწმენაში რჩები ამ კუთხით. მაგრამ ათეისტი არ არის. უფრო ეგენი არიან, აი ესეთი ისა რა, გაურკვეველი მდგომარე. მოკლედ არ აქვს რწმენა ჯერ ჩამოყალიბებული. წამყვანი ჰუმანიზმი, აი თავისუფლება, ყირაზე დგომაც არა. მაგრამ თავისუფლება და აი იმ ღირებულებებს, რაც ეგრეთ წოდებული ვითომ ფსევდოევროპულ გაგებას რო ახასიათებს, იმიტომ რომ ევროპის ძირები არ არის ლიბერალური, აი ესეთი პოსტმოდერნისტული გაგებით. არის ქრისტიანული ევანგელისტური ევროპა. მაგაზე აშენებული ევროპა. მაგრამ სამწუხაროდ ახლა მოვიდა თაობა, რომელიც შორდება ამას და იმიტომ არის ქაოსი ევროპაში. ღმერთს დაშორებული ადამიანები ქაოსის სისტემაში შედიან და უკვე მიდის ადამიანის გაბატონება. სადაც ადამიანი გაბატონება, იქ ტოტალიტარული ისეც ბატონდება და მიდის ბრძოლა ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. რასაც დღეს ხედავთ ჩვენ მსოფლიოში. ეს კატასტროფები უფრო და უფრო მოიმატებს. აი რა არის, სიცოცხლეს რა აზრი აქვს, დამოუკიდებელი ვიქნებით, ის ვიქნებით, რა გვაღიზიანებს, რა მნიშვნელობა აქვს მაგას, ყირაზე დავდგეს, ვისაც რა უნდა ისე ცხოვრობს. მაშინ რაღაც საჭიროა კანონების დაცვა, თუნდაც ლიბერალურ ცნობიერებასაც თავისი ლიბერალური კანონები ახასიათებს. და ლიბერალურ ქვეყანას აქვს ძალიან ბევრი კანონები. მაშინ თუ მოკვდება ადამიანი, სრულად გამანთავისუფლოთ ყველანაირი ურთიერთობებისაგან. კანონს აღარ უნდა ექვემდებარებოდეს ადამიანი. ერთხელ მოვიდა და არ გაიხაროს არაფლით. უგრძალავთ ამას, უგრძალავთ იმას. ნაცმოძრაობაც ხო გრძალავდა თელი რიგ რაღაცეებს. და თუ ნაცმოძრაობის წევრი ხარ, რატო იყო ესეთი გამკაცრებული კონტროლი საზოგადოებაზე? ესე იგი წინააღმდეგობა არის მათ გაგებაში. ეს ლიბერალიზმი რას აყდნობა? აი რას? და რატო გვთავაზობენ ცრუ მოძღვრებას, თითქოს ადამიანს უფლება აქვს ყველაფრის, აზროვნების თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება. არა, ეგენიც აკონტროლებენ ადამიანს და ჩარჩოებში, საზღვრებში ათავსებენ. 1000 სისულელე წიგნები დაჩხაპნულა, რა რეფორმატორი იყო, რაცა პიროვნება იყო იესო ქრისტე და რევოლუცია გამოიწვია. ის ვიღაცა რეფორმატორი არ იყო, ღმერთი იყო განსხეულებული. მან შეცვალა წელთაღრიცხვა. ადამიანები წელთაღრიცხვას არ ცვლიან. ამის დადასტურება არის ლენინი და მარქსი. რევოლუცია მოხდა 9-7 წელს, აღრიცხვა წელთაღრიცხვა დაიწყეს, მაგრამ ეს წელთაღრიცხვა მარტო SSR-ის ფარგლებში დარჩა და თუმცაღა მაინც კალენდრის დონეზე. მაინც არ იქნეს მიღებული არც მსოფლიოს ეგიდით და არც ადგილობრივი საბჭოთა ემით. მარტო კალენდარზე იყო რევოლუციის პირველი წელი, რევოლუციის მეორე წელი, რევოლუციის მე-60 წელი და ზეიმობდნენ.
ხედავ და ქრისტემ სოფლოში თელს დედამიწაზე ყველა ქვეყანაში აღრიცხვა არის ქრისტეს დაბადებიდან. ქრისტეს დაბადებიდან 2014 წელი. ქრისტეს დაბადებამდე ნახეთ წელდაღრიცი გაყო უკან და წინ და შუაში ქრისტია ამას რეფორმატორი ადამიანი ვერ აკეთებს. უახლოეს 5-6 წელიწადში მოვლენ მან უფრო ორთოდოქსი ქართველები, ტრადიციის მიმდევრები, მართლმადიდებლობა მაგას ამზადებს. მე ეს ყველაფერი ზურგს გაიმაგრებენ რუსული მართლმადიდებლური ორთოდოქსული ტრადიციებიდან, ბევრი საერთო მაგათ ერთად აქ და ჩვენი ეს ლიბერტალები შევიწროებაში იქნებიან. აი მან ძალები რომ მოვიდნენ ხა და ვითომ ევროპელობენ ბიძინა რო ევროპელი გონიათ და მისი შვილი და ესენი. მაგრამ ისეთი ევროპელები არიან როგორც გარბაჩოვი იყო, როგორც ბრეჟნევი იყო, თავის შვილი ხრუშოვი იყო, სტალინი იყო. ეგენიც შევარდნაძე თავის ოჯახით ევროპელობდა, მაგრამ მოსახლეობა სააშინელ საბჭოურ იდეოლოგიით წამლავდნენ და შევარდნაძის ოჯახი ევროპაში იყო გადახვეწილი, თავის შვილებიც იქ სწავლობდნენ. აი ეს არის ივანიშვილი ოჯახისთვის უნდა ევროპა, მაგრამ არა საქართველოსთვის და არც მისცემს უფლებას რომ საქართველო ევროპაში შევიდეს. ეგ სიამოვნებას დაკარგავს. ამიტომ დააკვირდეთ ახლა რანაირი ქართული არის ბერას ტელევიზია. ზანგები დაისია იქ, ყირაზე დგომა არის და ამ დროს ეს ამას ხმას არცემენ, იმიტომ რომ იციან რომ ამას ეს ეპატიება. ეს მოსახლეობაზე არ ავრცელებს ამას. როგორც ედიკა არ ავრცელებდა მოსახლეობაზე თავის ევროპულ ცხოვრებას, თელი ოჯახი ევროპულ ცხოვრებაში როიჯდა და ევროპული ყველაფერი ჰქონდა საჭმელიდან დაწყებული, ტანსაცმელი დამთავრებული. ხო ეგრე იყო. ასე რომ ყალბი ის არის რა, მოსახლეობა დავაბნელოთ ჩვენ ევროპა, როგორც არის მუსულმანებში. მუსულმანური მთავრობა ევროპელები არიან, ჯოგი ტალახში კოტრიალობს. აი ეს ნაცმოძრაობა სწორედ უნდა ამ იმების გარღვევა. მაგრამ რო დაბრკოლება შეხვდა მოსახლეობის სახით შეაჩერა ამანეგა და თვითონ დაიწყეს გულაობა და მასშტაბებით გულაობდნენ და შესამჩნევი იყო. შევარდნაძე გულაობდა ჩაკეტილი მარტო არავინ არ იცოდა მისი ოჯახი სად იყო. მისი ნათესავები რას აკეთებდნენ, რა სად მიდიოდნენ დასასვენებლად. ეს არ შუქდებოდა. გამიგეთ? ეს ამ ტენდენციას შეაჩერებთ თქვენ. მოსახლეობა კი არ იღებს ამას. ეხლა რატო არ ავაფართოებს ივანიშვილი და ზუსტად ისე როგორც ცხოვრობს მისი ოჯახი და ისე გააფართოვოს? ეს უკვე ეკონომიკასთან არის დაკავშირებული. რანაირად როგორ ვის ხარჯზე? არ გამოვა. მე ასეთი მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ევროპაში როგორ შევა? ვინ შეინახავს ამას? ამიტომ ევროპულ ინტეგრაციაში ჩვენი შესვლა გამორიცხული არის ჯერჯერობით. ეგ მე მომავლის პერსპექტივაში დევს, მაგრამ ეხლა ამ ეტაპზე გამორიცხულია. რამდენი წლით ჩვენ არ ვიცით. ხო, უახლოეს 10-20 წელი ევროპა აცდაესიზმება ამეებს და მთავრობის წარმომადგენლები გულაობენ. აი ყველა გაყრილია საზღვარგარეთ, ზოგი არგენტინაში გადაპანწალდა იქა, გვატყუებს ვითომ არგენტინულ ხორცს ჩამოიტანს თუ რა. გაინაწილეს ადგილი და დაადეს აბა და აიღეს ბიუჯეტიდან შემოსული იქიდან აქიდან ფულები და დავაი დრო ვატაროთ. საქართველოს მღვდლები დაუტოვეს და აყეფებენ კაზანტიპზე ეს ხდება, ისა გულზე ხისკდება რაღაც გარკვეული თაობის ხალხი. ასე რომ მიდის ეს ჯერ კრეჭვა მიდის და სოციალური გაპარცვარო წავა მოსახლეობის. მე ვნახოთ სათავეში როგორი ხალხი მოვა. არასოდეს არ ყოფილა საქართველოს სათავეში მთავრობა, რომელიც მთლიანად ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ცნობიერებაც ისეთი ქონდა და ყოფიერებაც. ყოველთვის მთავრობა იყო მოწყვეტილი ხალხს და თავაზობდა ცნობიერებას და ყოფიერებას ხალხს მარქსისტულს, თავად მთავრობა იყო ევროპულში. ეს არის საშინელება და ინტელიგენტებიც ესე ვყავდა. ინტელიგენტები ირჩევდნენ არა ხალხს, არამედ მთავრობას. იმიტომ რომ ბლაგო იქიდან იყო. ეტენებოდნენ ედიკას ყველა ინტელიგენტები, იმიტომ რომ ყველა გულაობდა. გლეხი კაცი კიდე, პატრიოტიზმი, საქართველოს სიყვარული, ისტორიები. ნახეთ რა საზღარობა არის? ეს საშინელება ერთ-ერთმა ამერიკელმა კარგად დაახასიათა ქართველების სამჯგუფად რო დაყო რა, აი მთავრობა, შუა და ეს ფეოდალური რო უწოდა ერთს, აი ხალხი მკვდარი, მთავრობას აირჩევდა, ხალხი კვდება უკვე. მთავრობას ირჩევდა, ხალხი მკვდარია. ეს მთავრობა ხალხს კლავს. ცხოვრებას უკლავს ყველას. იმიტომ რომ ვერაფართოებს რა თავის ცხოვრება. უსუფაშვილი დაჯდა და გულაობს და როცა სააკაშვილი გულაობდა, ფრენავი მიშა დაარქვეს. აი რას დაწანწალებს ახლა არგენტინაში? რა ჯდებოდა ერთი კაცი არგენტინაში ახლა პირველ კლასით ფრენავით წავიდოთ სასტუმროებში. ესე იგი თითო კაცი დაჯდება 20-20000 30000 ლარი. წავიდა 6-8 კაცი. ეს რაც ვიცი და დანარჩენი ამდენი ჩუმად წაიყვანა ეს არ ვიცით. და იქ სასტუმროებში იქნება და მე ისე ხალხის თვალების ასახვევად Facebook-ზე რო დაალაგოს ისინი ნახავს არგენტინელ სენატორებს ხელს ჩამოართმევს და იტყვა საქმეს აკეთებს. ეგრე დაწანწალებდა თავის დროზე აკაკი ასათიანი, როდესაც პრეზიდენტის თავმჯდომარის ზვიადის დროს იყო და დადიოდა უნგრეთში იმაში და ვითომ საქმეებს აგვარებდა აფხაზეთზე. ისე წავიდა რომ არაფერი არ მოუგვარებია. სამაგროდ იწანწალა მაგან და ფულები ხარჯა.
აი ესეთია ქართველი მთავრობა. საქართველოს მთავრობა ეს არის ქართული მოსახლეობის ტანჯველი მთავრობა. არასოდეს ხალხთან გამთლიანებული არ იქნება. იმიტომ რომ ამას ძველი ისტორია აქვს. ბაგრატიონებიც ასე იყო. ბაგრატიონები ეს ერთი წრე იყო და ჯოგი. ჯოგი ემსახურებოდა ბაგრატიონებს და ამათ ჰქონდათ ისეთივე სტატუსი, როგორც აი ეგვიპტეში ფარაონებს, რომ ეს ღმერთის მოადგილეა დედამიწაზე. და დღესაც ეგ არის, აი დავით აღმაშენებელის ძეგლი უფრო ფასობს დღეს საქართველოში, ვიდრე რომელიმე თქვა ტექნიკის მიღწევა ველოსიპედი. ამიტომ კამათი არის საზოგადოებაში შემოაგდო ნარმანიამ, რომ ეს ძეგლი გადავიტანოთ სხვაგან და დავდგა დავაბრუნოთ დავით აღმაშენებელი. აი რით არის ხალხი დაკავებული. მაგარი ის არის რა. მოვა კი ხალხი მთავრობა ისეთი, რომ აბსოლუტურად ცხოვრების წესი ზუსტად ისეთი კონდეს, როგორც ჯოგს აქვს. მთავრობას სხვა ცხოვრების წესები აქვს, სხვაგან მიდიან დასასვენებლად, სხვანაირად იკვებებიან, სხვანაირად აცვიათ. ეგენი ცხოვრები სხვა ქვეყანაში და აკონტროლებენ ამ ტერიტორიას, რომელსაც საქართველო ქვია. ხო, ახლა რო ეგონა რომ ნაცმოძრაობა იგრიალებდა და ევროპაში, ხო ვერ შევიდნენ ევროპაში. ხო ვერ შეიყვანა მოსახლეობა. თვითონ არიან. თვითონ სათავეში პარლამენტის წევრები, იცი როგორ მე მეკუთვნის თქვა ერთხელ ბერძენიშვილმა ჩავიდე ბრაზილიაში თანამდებობით მეკუთვნის იქ წასვლა მსოფლიო ჩემპიონატზე. რატო გეკუთვნის თანამდებობით? მაგიტომ შეხვედი მან და იგრიალო მან და წახვიდე და იმას დაესწრო ეგ ჩაფხაებულია ქვეყანა და შენ რა გეკუთვნის? იმიტომ აგირჩიეს რომ მსოფლიო ჩემპიონატზე იწანწალო და ფული გაიტანო, როცა გაუბედურებული ხალხის პენსია არის 120-130 ლარი. როგორ უნდა იცხოვროს კაცმა მაგივით როგორ გაძვირდა ცხოვრება? გადასახადებებია ცალკე, წამლებია. მოგეხსენებათ, როცა ძველდება ორგანიზმი, ის ცვეთას რო განიცდის, მეტი ხარჯი სჭირდება ორგანიზმის შენახვისათვის. ესე იგი მკურნალობა, ხო? და ეყოფა მაგას 100 ლარი. თუ აქ დაგროვილი კაცს იმას ყველაფერი დაიხარჯება მის გასარემონტებლად. დაცინვა არის, ხო? მოსახლეობას 100 ლარი, ცხოვრების მინიმუმი, რომ ცხოვრება შეინახო. რამდენია დღეს მინიმუმი საარსებო? რამდენია საშუალო სამი სული ოჯახისთვის? რამდენია საარსებო? კალათაში რამდენი უნდა გქონდეს, ხომ? თითო კაცზე ერთი 200 ლარი ჭამა, ეს სულ ისე ვიძახი რა, სული რო არ გაგძვრეს. ესე იგი 500-600 ლარი საჭირო არის. ან ეყოფა ან არა. ეგ რომ აი თლათ შეერი არ მოკვდეს. და აღარ ელაპარაკი რომ კვებაში ჩართოს ისეთი რაღაცები, რაც ორგანიზმისთვის აუცილებელი არის. ამიტომ ხალხი მანდ ლობიოზე და ჭადზე არის ხო ძირითადად მოსახლეობა, მთელი ფეოდალური საქართველო ლობიოთი და ჭადით იკვებებოდა და ლობიოზე და ჭადით ახლა რა ფილოსოფოსები უნდა დაბადოს ადამიანმა მე არ ვიცი და ეს უსოფაშოს არ ეტყობა რომ მარტო ჭადზე და ლობიოზეა, იმიტომ რომ საფეთქლებიდან აქ ლოყებდა. მისი ცოლიც უკვე როგორ გაიბერა დააკვირდით. ხო გამხდარი გოგო იყო. ერთ წელიწადში გაფუდა და უკვე რა ვიცი, ნასუქი დედაკაცივით არის. ჩამოიკიდა ბრილიანტის საყურეები, მიაქციეთ ყურადღება და იქ კიდე ეს ისხიდაშელი არ არის. ხოლგით რომ მარჯვნიდან და მარცხნივ აკაფა მტერი 7 ნოემბერს. ეს სხვა ხიდაშელია უკვე. განაპირდა ხალხისგან. შევლენ იქა და ხალხს მოშორდებიან. და ანატრელი არის ალბათ ისეთი მთავრობა, თუმცა ზუსტად ისე ცხოვრობს იმ ღირებულებებით, როგორც მოსახლეობის დიდი უმრავლესობა. და ეგ ახლა ეგ სხვა მთავრობაა რა. არავით არის ხალხის ინტერესებს არ გამოხატავენ. და მასხარად იგდებენ, გულაობენ, აი დაითხოვეს ეს, დაითესა ყველა პარლამენტის წევრი. და დათესილები არიან ზოგი იქით, ზოგი აქეთ ეს რაც გავიგეთ. ზოგმა ის გააფორმა, რომ ფული არ დახარჯოს თავის იმიდან. თუ ბიუჯეტიდან არ მიცემენ, ვისაც აქვს თავისი რაღაცა მანქანებით და მაქინაციებით, თავისი ფულით წავა. მაგრამ ამან ნახე რა კაი კარგად გაიფორმა ეს. მივლინება პარლამენტს სასაცილო არის არგენტინაში რა უნდა საქართველოს პრემიერ ამიხსენით, ნუ. სად არგენტინას საქართველოს არ საელჩოა, არაფერი არის. და თან იცი დიასპორას ნახავს. და თქვენ გჯერათ რომ არგენტინაში ქართველი დიასპორის წარმომადგენლები არიან? იქ ვინც არის შესული, იქიდან ვეღარ მოდის იქიდან, იცით თუ არა? იქ არ ცხოვრობდი? მოატყვია ისა რა, მოგიტყვევია კიდე ხა დიასპორა. ისე იტყვიან თითქოს ესეც ძალიან ფიგურირებს დიასპორა. და ატომღაც პლანეტაზე გაიფანტა ქართველები და იმდენი ვართ, მოკლედ რომ 1 მილიონი არგენტინაშია, 2 მილიონი კანადაში. ეს კარგი დაიღლიევეს და დაარსეს სამინისტრო დიასპორის. ერთი ბიუროკრატია რა დიასპორა 4 კინკილა გაუბედურებული რო იმალება სადღაც არგენტინაში ის დიასპორა არის მე იქ არ მინახია ქართველი ჩვენ ჩავედით და უკან წამოვედით და ხალხი შემოგნატროდა იქ ისე არ გააკეთოთ დახარჯოთ ფული და თვითმფრინავის ფული არ ქონდეთ იმიტომ რომ იქ სამუშაო არ არის მინიმალური ხელფასი $200 იყო $200 როდის დააგროვებ შენ გადმოსაფრენ ფილს და იქ საწყალი რუსები იძახდნენ მოტყუებული ვარ ჩამოვედით გავყიდეთ სახლი ეს სად ჩამოვედითო ვერ მივდივარ თუ უკანო ვერ აგროვებდნენ იმ ფულს რა. სამსახურები არაფერი. ეს თავკომბალა უსუფაშვილი ატყვევს მოსახლეობას და ვიგინდა რა, რომ არგენტინაში მიდის. რა საქმე გაქვს? დაურთიერთობებია საქართველოს არგენტინასთან. რა ისე
მიდი მოდი არის, არგენტინელებით გაივსო საქართველო, საელჩოა მანდა, ჩვენები გადადიან მუშაობენ იქა თუ რა? ამიხსენი, ნუ? თუ საელჩოს გახსნიან იქა. რატო რისი გულისთვის ბიუროკრატიული რა უნდა გააკეთო იქა? და რა დიასპორაა? მაინტერესებს რამდენი კაცი ცხოვრობს ქართველი და როგორ არიან? საიდან მოიგონეს ესა? მოტყუებული ქართველი თუ შევიდა, ის შეიძლება ვეღარც მოდიოდეს იქიდან. სადა როგორ უნდა იმუშაო იქა? ხელფასი არა, არაფერი არა, გაჭირებული ქვეყანაა რა. არ ვიცოდი მაინც გისოსებში იყო ჩამჯდარი მაღაზია, კორპუსები, ყველაფერი, თოფობანა იყო იქა გამწარებული. პატარა კიოსკიც კი სურკინებში იყო. რომ გაყოფთით თავს, ახლა შეყოფთი მარტო. გისოსებს უკან იყო გამყიდველი. საცხოვრებელი სახლები მეხუთე, მერვე, მეშვიდე, ბოლომდე სართულები იყო გისოსებში. ისე იყო შეშინებული ერთმანეთისგან ხალხი და ეს თაკომბალა ახლა ვის ატყუებს, თან ახლა უფრო უარესი სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვება არის არგენტინაში, ინფლაცია არის საშინელი, მე რო ვიყავ 1.1-ზე იყო, ახლა 1.3-ზეა. ამერიკულ დოლართან. 1.1-ზე იყო, ახლა 1.3-ზეა. წავიდა, ეგზოტიკური მოუნდა არგენტინა რა. თავის ხელფასით ძვირა, წავიდა, იაფა წამო რა, დავათვალე რომ ჩავიდეთ იქით რა. გავიაროთ, გამოვიაროთ ამ სტატუსის ვიღაცასაც ხელი ჩამოვართვათ. ხო, ნახავენ იქ ბეყე ტიპებს და ეტყვიან, თქვენ ჩამოდით უფასოდ, ჩამოდით ჩემთან დაისვენეთ თბილისი ნახეთ. ეგ არის და ეგა და ხალხს ნაცარს აყრიან თვალებში. ეგ არ ხარჯავს ფულს. გატყავებული ქვეყანა არის საქართველო. მან შეიძლება და ესე დაწანწალობდეს მთავრობის წარმოადგენლები, უაზროთ და უგზოუკლოთ. ევროპა მოწყინდათ უკვე გოიმობა, ახლა ვიცი რა, ზელანდია, ავსტრალია, ფიჯის კუნძულები და კიდე რა, თუ სადმე პატარა სახელმწიფო შეეტენონ იქა და მივიდნენ ხელი ჩამოართვან იმად, აი ვიყავით რა ახლა. ჩვენ ვართ საქართველო, გააცნობენ. და კარგი ხარ, არგენტინამ საერთოდ ევროპა არის ის საშუალო მოსახლეობამ, საერთოდ ევროპა სად იყო არ იცოდა. მათ სხვანაირი რუკა აქვს და ეგონათ თუ სოფლიო არის არგენტინა. ეს იცის რა თაკომბალა? ბავშვური ოცნებებს ისწორებენ რა, რაღაცა ფეხბურთი, რაღაცა მარადონა, სოფლიო ჩემპიონატი და მაგით გაიცნეს არგენტინა და ეხლა წავიდა. უსუფაშვილი წავიდა სამსახურში. მივლინება აქვს. როგორ ატყუებენ, ხო? ამ ხელა თანხები აიღო და ჯოგი კიდე. მიშას იმას უთვლიან, ემას აკეთებ და იმას. მიშა წავიდა, ეხლა ესენი რას აკეთებენ, ეს გვაინტერესებს. გამეცინე რო გავიგე რა. არგენტინაში ეხლა მე ახლა კარგი გასაგები ამერიკაში. ხო, პარტნიორი ხო? არგენტინა კაცო. რა კავშირი აქვს საქართველოს არგენტინასთან მაინტერესებს. როდის ან პოლიტიკური ურთიერთობა, ან ეკონომიკური თუ რა? რამეს შემოგვიტანენ, ან ჩვენ გავიტანთ რამეს. თუ არგენტინაში ჩვენ ღვინოები წავა, ისრაელში მაკათუნა თავისი ვერ გაუსაღებიათ. ბიზნესი არის და მოგებასთან არის. ამ ხელა მანძილზე ახლა არგენტინა ხორცი თუ შემოვიდა, კიდე კაი რაღაცას გავგეთებს თუ დაიდოის სავაჭრო ხელშეკრულება. და გჯერათა მაგისი? ეს წავიდა ტურისტული, პოლიტიკური ტურისტული მოგზაურობა. აიღო ბიუჯეტიდან ფული, გააფორმეს ვითომ მივლინება, რომ აი იქ ვიყავი. ხელი ჩამოართვა ვიღაც. ჩვენ რა მერე? მოსახლეობას რა? დამშვენებული ლოყებით ჩამოვაკიდე ხო? როგორ ახლა ხათხაზე ნაკლებიო და რამაჩხიკვაძე მიქიდან კაფელი ჩამოიტანა არგენტინა ბუენოს-აირესთან. ამასაც ხომ უნდა იქ ჩავიდა. ეგეთი მარიაჟი არის ქართველი და რა როდის გაიგებენ ეს მოსახლეობა და ვინ აირჩიეს ის ივანიშვილს რო აირჩია, ივანიშვილმა მორეკა ეს ხალხი დაასუქა პარლამენტში, ეს ხალხი დაასუქა ამან რა. გადაინაწილეს ისა ზოგი იქ არის, ზოგი აქ არის. და ეს რატოღაცა არ შუქთება, აქ-აიქ გაისმის და თან ვითომ მუშაობენ რა. თურმე ნუ იკითხავ და მე და მამა მუშაობთ, არაჩვეულებრივ გამოფენაში რო არის რა. მოსკოვში რატო არ მიდის? მოსკოვში ეს რა გვენი ესა? არგენტინაში რა უნდა? მეზობლები არიან, გასაგებია თურქეთში შეხვიდე იქ რაღაცა ირანი და ისენი. რა είναι არგენტინაში? ჯახედე რუკა, სად ერეკლე და სად რა ვიცი. ხო იცით რა ზიზახთა კახელი.